პრემიერის ინიციატივა სოლიდარობის ფონდის შესახებ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ მიუხედავად იმ დიდი სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს ბატონი სერგენკოს მეთაურობით და ბევრ აქამდე ჯანდაცვაზე ხელმიუწვდომელ პირს შვება მიეცა, მიუხედავად ამისა, მაინც არიან დაუცველი ადამიანების სეგმენტი და ძირითადად ესენი არიან ხოლმე ყველაზე მოწყვლადი სეგმენტი ბავშვები. დღეს სამწუხაროდ ბავშვებში ძალიან ბევრი განუკურნებელი თუ თითქმის განუკურნებელი დაავადება გავრცელებული და აქედან გამომდინარე ეს იდეა სწორედ ემსახურება იმას, რომ სოლიდარობის იდეა დამკვიდრდეს ჩვენ საზოგადოებაში და ყველას გვესმოდეს, განსაკუთრებით იმათ, ვინც სახელმწიფოს ვემსახურებით, რომ სხვისი უბედურება ჩვენი უბედურებაც არის, სხვისი პრობლემა ჩვენი პრობლემაც არის და ამიტომაც მე მოუწოდე ყველა თანამშრომელს, რომ ნებაყოფლობით ამ ფონდში გადაერიცხა თუნდაც 1 ლარი ან მისთვის სასურველი სხვა თანხა. ჩვენ დღეისათვის მთელი სისტემის მასშტაბით 6000 ლარზე მეტი შევაგროვეთ, ეს თანხა არის მზარდი და ყოველ დღე იზრდება და მე იმედი მაქვს, რომ იუსტიციის სამინისტროს საჯარო მოხელეები იქნებიან ერთ-ერთი სამაგალითონი იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში სოლიდარობის კულტურა დამკვიდრდეს და ძალიან ბევრი ბავშვი ლეიკემიით დაავადებული თუ სხვა იმკურნალებს გამოჯამრთელდება და ჩვენთან ერთად დარჩება ღრმა სიბერემდე. 20 აგვისტოს ჩვენ გეგმავთ სამართალყორი საბჭოს შეხვედრას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სადაც დეტალურად უნდა წარუდგინოთ ფონდში ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია. სწორედ ამიტომ სწრაფ რეჟიმში გვაქვს პრეზენტაციები ყველა უწყებასთან, ყველა საჯარო სექტორთან. უკვე სექტემბრის დასაწყისში შესაძლებელი ხდება პირველი, ასე ვთქვათ, ბავშვების დაფინანსება. ჩვენ გეგმავთ დაახლოებით 6-7 ბავშვის საკითხის განხილვას, შეიძლება უფრო მეტი იქნას განხილული და დაფინანსდეს ამდენი. იუსტიციის სამინისტრო არის ერთ-ერთი მოწინავე ამ პროცესში და მათი თანამშრომლები განსაკუთრებით აქტიურობით გამოირჩევიან. დაახლოებით 100,000 ლარამდე პირველადი მონაცემებით უკვე შეგროვილია ფონდში გამოთქვეს სურვილი საჯარო სექტორის თანამშრომლებმა, რომ გაიღონ და დარწმუნებული ვარ, ეს ციფრი გაორმაგდება და გასამაგდება შემდეგი თვეების მიხედვით. სოლიდარობის ფონდის მიზანი არის საზოგადოებისთვის ყველაზე მწვავე სოციალური, მათ შორის ჯანდაცვის საკითხების ერთობლივი გადაწყვეტის მცდელობა და პირველ ეტაპზე საზოგადოებისთვის ყველაზე მწვავე თემად განიხილება ონკოლოგიური პაციენტების ფინანსური მხარდაჭერა და სწორედ ამ მიმართულებით დაიწყებს ფონდი ამოქმედებას. ფინანსური რესურსების მობილიზაციის შესაბამისად ჩვენ გავზრდით როგორც ასაკობრივ სპექტრს, ასევე დაავადებების მოცულობას. პირველ ეტაპზე სექტემბრიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავიწყებთ 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნეების მქონე ბავშვთა თანადაფინანსებას, რადგან სწორედ ამ ჯგუფში შემავალი ბენეფიციარები გახლავართ დღეს ყველაზე სოციალურად დაუცველები და ეტაპობრივად დეკემბრისთვის ვფიქრობთ, რომ 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადებების პრობლემა თანადაფინანსების კუთხით უნდა გადაიჭრას ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით და 2015 წლის დასაწყისიდან გვექნება შესაძლებლობა, რომ როგორც ასაკობრივი სპექტრი გავზარდოთ, ასევე დაავადებების ნუსხა, მათ შორის იმედი გვაქვს, რომ გაფართოების შემთხვევაში შევძლებთ ფინანსური თანადაფინანსების უზრუნველყოფას შეზღუდული შესაძლებლობების და იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვებისთვის.